ამერიკის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა ანგარიში წარადგინა, სადაც აღნიშნულია, რომ 2020 წლიდან ევროკომისიამ 100-ზე მეტ დახურულ შეხვედრაზე მოახდინა ზეწოლა, რათა მათ უფრო აგრესიულად დაეწყოთ კონტენტის ცენზურა. კომიტეტისთვის წარდგენილი მასალების მიხედვით ევროკომისიამ წარმატებით მოახდინა ზეწოლა სოციალური მედიის ძირითად პლატფორმებზე, რათა მათ შეეცვალათ კონტენტის მოდერნიზაციის გლობალური წესები, რამაც პირდაპირ ზიანი მიაყენა ამერიკელთა გამოხატვის თავისუფლებას შეერთებულ შტატებში. უფრო კონკრეტულად კი ზეწოლა არჩევნების წინ განხორციელდა სლოვაკეთში, ნიდერლანდებში, საფრანგეთში, მოლდოვაში, რუმინეთსა და ირლანდიაში, რომ TikTok-ი დაცენზურებულიყო. კერძოდ იურიდიული კომიტეტი მიიჩნევს, რომ რუმინეთის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის კოორდინირებული ჩარევის კვალი არ დასტურდება, თუმცა არჩევნების შედეგები არასოდეს აღდგენილა. ამასთან ანგარიშის თანახმად ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციამ დამხმარე როლი ითამაშა ევროკავშირის მიერ გლობალური ცენზურის მცდელობებში უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით. ამ ანგარიშს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკვე გამოეხმაურა. ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი როგორმე გაარკვევენ ურთიერთობებს ერთმანეთთან, მათ შორის მოლაპარაკებების გზით, განცხადებებითა თუ შეფასებებით. მაგრამ თუ თქვენ მეკითხებით ცენზურაზე, ხო? მე ცენზურასთან დაკავშირებით შემიძლია გიპასუხოთ, რომ თუ ვინმე ცდილობს ცენზურის დაწესებას, მათ შორის აკრძალვას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპისა, აზრის და მოსაზრების ჩახშობას, ეს არის არა ბრიუსელი, არა ვაშინგტონი, არა ლონდონი, არამედ ქართული ოცნება. ამერიკა და ევროკავშირი ერთმანეთის ურთიერთობებს მიხედავენ. მე ვერ შევაფასებ მათ ურთიერთდამოკიდებულებას. კიდევ ერთხელ ვამბობ, გამოხატვის თავისუფლება, როგორც ევროკავშირში, ასევე ამერიკაში არის მაღალ დონეზე, რაც შეეხება ცენზურას. ცენზურა მიემართება როგორც ამერიკაში, ასევე ევროკავშირში მიემართება მხოლოდ დეზინფორმაციას, იმ დეზინფორმაციას, რაც ქართულ რეალობასთან მიმართებაში სამწუხაროდ ოცნების, სამთავრობო გუნდის, ასევე ტელეკომპანიების მხრიდან ძალიან ხშირია. არის გარკვეული თემები, რაც ზედაპირზე დევს და ამას ვხედავთ და რასაკვირველია, არათუ ვიზიარებთ, არამედ ჩვენი პოზიციაც არაეთქსის დაემთხვა იმ კრიტიკას, რაც გააჩნია ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას, მაგრამ ამის გარდა არის კიდე ცალკეული საკითხები, რაც ასევე საყურადღებოა. ჩვენთვის მაინც რასაკვირველია, საგანგებოდ მნიშვნელოვანია დიდი ძალების ერთმანეთთან შეთანხმება, ამ პროცესის განვითარება, ურთიერთობების მოლაპარაკებების, რათა საქართველოს ინტერესების რეალიზაცია სწორედ პოზიტიურ კონტექსტში მოხდეს. სიმართლეს რო ეფუძნება ყველა ჩვენი მოქმედება და განცხადება, ამიტომაც არის, რომ ხანდახან საჭიროა რამდენიმე კვირა, რამდენიმე თვე, შეიძლება რამდენიმე წელი დაჭირდეს იმისთვის, რომ ჩვენი სიმართლე გამოაშკარავდეს, ან აღიარებულ იქნას, თუმცა ფაქტი ერთია, რომ ყოველთვის ჩვენი სიმართლე აღიარებულია და ერთ-ერთი სიმართლე სწორედ ეს არის, რომ დიახ, ბრიუსელი ერევა სხვა ქვეყნების არჩევნებში, საქართველოს მაგალითი არის ამის ყველაზე მძიმე შემთხვევა, როდესაც პირდაპირ ელჩი ჩაერია არჩევნებში, ის ცივილიზაციური უფსკრული, საიდანაც მიაქანებს ბრიუსელი ევროკავშირს, სწორედ ამ ანგარიშიც არის კიდევ ერთხელ ასახული.